დეკას გამომძიებელი რომ იმყოფებოდა ჩვენს ოფისთან და ვინმე იმყოფებოდა თუ არა შიგნით და მე მივიდოდი თუ არა მალე უთხარი რომ გასაღები მე მაქვს ან ვინმე მინდობილი პირი ხომ არ ყავთო თქვენო რომ თქვენ არ მოხვიდეთ ის მოვიდესო და რაღაც საქმე გვაქვს მე მივხვდი რომ და სავარაუდოდ ჩხრეკის ჩატარებას ფიქრობდნენ არ და მანამდე დამირეკეს და მითხრეს რომ იცით რა არისო ჩვენო გასაუბრება გვინდაო თქვენთანო და მე ვუთხარი და მე ვიყავი კიდევაც ფინანს პოლიციაში მისული და ვუთხარი რომ გამოკითხვას მე თანახმობა ოღონდ იქიდან გამომდინარე რომ თქვენ არ გენდობით მე მზად ვარ რომ მაგისტრ მოსამართლეთან ერთად გამოვიკითხოთ რა მიუხედავად იმისა რომ არც გამოკითხვა ყოფილა არაფერი მსგავსი ესევე მოვიდნენ და გველოდებოდნენ აქ ესწრებოდა ასევე პროკავშირი ლაბორის იურისტი თამილა გაბაიძე და როდესაც წარმოადგინეს განჩინება თამილამ უთხრა რომ კონკრეტულად მოითხოვა კითხვა დასვა რას ითხოვდნენ რას ეძებდნენ საერთოდ რის ჩხრეკვა უნდათ რის პოვნა უნდათ უბრალოდ რაზეც განჩინებაში არ იყო მითითებული და ბოლოს 1 საათი დაგჭირდა იმისთვის რომ ეს შენიშვნის სახით შეგვეტანა იმიტომ რომ ამასაც არ გვატანინებდნენ შიგნით შენიშვნის სახით მოკლედ გაჩხრიკეს ყველაფერი აბსოლუტურად აი აქ რასაც ხედავთ უფრო მეცაც გეტყვით აი აქ არის როეულები რაღაც გარკვეულწახის საკანცელერიო მასალა და წარმოიდგინეთ აი ეს ეძებდნენ ყველაფერს აბსოლუტურად ჩემი ჩანაწერებიც კი რა ჩანაწერებიც მე მაქვს და მაგალითად ვინმე სადმე რაიმე სახის შეხვედრა მაქვს რაღაც მსგავსი და რომ არ დამოიწყებოდა რა ჩანაწერებს ვაკეთებ ისინიც კი შეამოწმეს აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენ ვთქვით რომ არ ვეთანხმებოდით ამ განჩინებას და მოეძებნათ რაც უნდათ რა იმიტომ რომ კონკრეტული ნივთი თუ რას ეძებდნენ ის არ იყო მითითებული. რაც ორგანიზაციის ფუნქციონირებისთვის იყო საჭირო, აბსოლუტურად ყველაფერი წაიღეს. საბუთებიდან დაწყებული კომპიუტერებიც კი წაიღეს. მაგალითად, წეღან მინდოდა რომ რა წერილი ამომებეჭდა და უბრალოდ არ მაქვს შესაძლებლობა, კომპიუტერი არ გვაქვს, ტვინი არ არის იმისთვის რომ წერილი ამობეჭდოთ. აი ყველაფერი წაიღეს აბსოლუტურად ფაქტიურად გამოდის რომ სანამ ეხლა ეს ვითომ გამოძიების პროცესი იქნება, პროკავშირი ლაბორი უნდა იყოს უფუნქციონალური. და პარალელურ რეჟიმში ხდება ჩემს სახლში მითხრეს რომ თქვენ სახლშიც მივლენო. და პარალელურ რეჟიმში ხდება ჩემს სახლში ჩხრეკა ესე ვთქვათ. მე ვუთხარი რომ სახლში ეხლა დაგხვდებათ თუ მიხვალთ, დაგხვდებათ დედაჩემი, ჩემი სამი შვილი და ჩემი მეუღლე და არ შეეშინდეთ მეთქი. და იყო გარკვეულწახის კითხვები, აზრების გაცვლა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს არ არის რაღაც დევნა, თითქოს ეს არ არის რაღაც პროკავშირული ნიშნით რაღაც გარკვეულწახის დევნა დამოუკიდებელი პროკავშირების განადგურების მცდელობა და ასე შემდეგ. ხო, ფიქრობთ, რომ ეს 4 ლოკაციაზე ძებნის ჩხრეკის ჩატარება, ესე რომ ვთქვათ, ემსახურებოდა იყო დაშინების გარკვეულწახის მცდელობა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას დასახლებულთა შრომითი უფლებებისთვის, მათი ორგანიზებულობისთვის და ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებისთვის. რა პროკავშირი არ არის მხოლოდ ის, რომ დასახლებულთა შრომითი უფლებები იცოს და მხოლოდ ადვოკატირება გაუწიოს დასახლებულთა შრომით საკითხებს. ანამედ მისი პირდაპირ მოვალეობაც, ესე რომ ვთქვათ, ვალდებულებაც აღარ დავარქვე, მოვალეობა არის ის, რომ დემოკრატიული პროცესების განვითარებას შეუწყოს ხელი. და იქ, როდესაც ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები მიდის უკან, ან დემოკრატიული პროცესები ზიანდება, როდესაც ჩვენ ამდენ მოქალაქეს ჩვენსაც ცემენ, ურტყავენ, ამდენი რეჟიმის ტყვე გვყავს, ხო? ამაზე ფიქრობ, რომ დამოუკიდებელმა პროგრესულმა დემოკრატიულმა პროკავშირმა ამაზე ხმა უნდა აიმაღლონ. ეხლა შემდეგი ეტაპი არის დამოუკიდებელი პროკავშირული ჯგუფების, საზოგადოებრივი ჯგუფების განეიტრალება და ეს პროცესი მიმდინარეობს და ჩემი შეფასებით მათ ეს უფრო მეტად გაუჭირდებათ, ვიდრე ესე რომ ვთქვათ, უკვე ვადაგასული პოლიტიკოსების განეიტრალება. ის მარტივი იყო, იმით დაიწყეს. ეხლა აქეთ გადმოვლენ რა, ამ პროცესს მიყვებიან. მაგრამ ეს ძალიან გაუჭირდებათ, მე ამაში ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ შეუძლებელია, ვერ შეძლება პროტესტს ვერ დააკავებენ და ვერ დაიჭერენ გამორჩეული. შეიძლება ცალკეული პიროვნები დააკავონ, პროტესტს ვერ დააკავებენ.